მე არ ვარ ძიანი დედა, მითების დამსხრევა. ჩვენს ოჯახში ყველა ქალს ცოტა რძე ჰქონდა. ასეთი არარძიანი გვარი ვართ, ასე ამბობენ ხოლმე მომავალი ახალგაზრდა დედები, რომლებიც ეჭობენ, რომ შეძლებენ თუ არა ბავშვის ძუძუთი გამოკვებას. მაგრამ ეს მითია. კვლევების მიხედვით, მხოლოდ დაახლოებით 3% ქალს არ შეუძლია ბავშვისთვის საჭირო სრული რაოდენობის რძის გამომუშავება. დანარჩენ შემთხვევებში რძის ნაკლებობას სრულიად ახსნადი მიზეზები აქვს. მაგალითად, ადრე მკაცრად საათების მიხედვით კვებას ურჩევდნენ, რაც ძუძუს საკმარის სტიმულაციას არ იძლეოდა. ხშირად რძე არ ყოფნიდათ. მიღებული იყო დამატებითი საკვების ადრე შემოღება და, როგორც წესი, ძუძუთი კვება 1 წლის ასაკამდე ბევრად ადრე სრულდებოდა. სწორედ ამან გააჩინა მითიც არარძიანობაზე. ხშირად დედას შეიძლება მოეჩვენოს, რომ რძე არ ყოფნის. ბავშვი კვების შემდეგ ნერვიულობს, ძუძურბილი და ცარიელი გრძნობს თავს, რძე ცოტა სიწურება. მაგრამ ეს ყველაფერი სუბიექტური ნიშნებია. რეალურ მდგომარეობას კი მხოლოდ ბავშვის წონის მატების დინამიკა აჩვენებს. თუ ის კვირაში დაახლოებით 200 გრამს იმატებს, შეგიძლიათ არ დაეჭდათ, რძე საკმარისად გაქვთ. არ ვირს ბავშვის საწონოა ძუძუზე მიდებამდე და შემდეგ. ეს ძალიან არაზუსტი მეთოდია. საკმარისია წონის კონტროლი კვირაში ერთხელ პირველ პერიოდში, ჟემდეთ კი თვეში ერთხელ. და კიდევ, ძუძუს ზომას მნიშვნელობა არ აქვს წარმატებული ძუძუთი კვებისთვის. ამიტომ იჯერეს წარმატებაში და არ დაეჭდეთ. რადგან როგორც წესი, ნებისმიერი დედა, რომელმაც ბავშვი გამოიტანა, შეუძლია ძუძუთი კვება.